ჩემი მიზანი არის უკეთეს საქართველოში ცხოვრება. ბიძინა ივანიშვილი პირობებში იქნება უკეთეს საქართველოში ცხოვრება და ჩემი წვლილი იქნება მიხეილ სააკაშვილის პირობებში იქნება ეს ნებისმიერ პირობებში ვინც სადაც შესაძლებელი იქნება უკეთეს საქართველოში ცხოვრება მე მინდა ის იყოს კაცო სულ არ მაინტერესებს ეს ამბავი მაგრამ ვინაიდან მე ნაკლებად წარმომიდგენია რომ ხოცების არსებულ კონსტრუქციაში რეკონსტრუქციაც ხოცებს აქვთ თვითონ რო არიან მარტოზიან პარლამენტში და ხოცების აკრებულოთ რო აქცეული გვერდზე მდგომი შენობა ეს ვერ წარმომიდგენია ამიტომ მაქვს პრობლემა ამიტომ ვიბრძვი იმისთვის რომ ეს გარემოება შეიცვალოს მაგრამ დამოკიდებულება თქვენი და ჩემი იცი რა შეა განსხვავება რომ თქვენ ამბობთ რომ ჩემი მიზანი არის ბიზნეს გაგდება და მე კიდევ ამბობ რომ ჩემი მიზანი არის უკეთეს საქართველოს ცხოვრება ბიზნეს გაგდება შეიძლება თუ სხვა გზა არ არის შეიძლება იყოს მისი მიღწევის გზა მაგრამ იქნება მისი მიღწევის გზა სხვა რამეც იყოს ის რომ აი წარმოიდგინე მაგალითად 2024 წლის არჩევნები ავიღოთ რა რომელიც ერთი და იგივე სიტუაცია ფუნდამენტურად აფერაშეცობა მისმე ამ არჩევნებში ოპოზიციას მაგალითად ერთმანეთის ხმებზე რო არ ენადირა 4-5-95 რო არ ენადირა ხო და ნახე რას ვიზახი მე უარი არ ეთქვა 61 დეპუტატზე ანუ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ წარმომადგენლობაზე მე იქ არ შესულიყო 10 კაცი ცალკე რომელიც ვაფშე არალეგიტიმურია იმიტომ რომ ის ხალხი არ აურჩევია ხალხს ვინც ახლა პარლამენტშია ოპოზიციის მხრიდან ისინი ვაფშე მეორე ეშელონის ხალხი იყო რომელიც სულ შემთხვევით მოხვდა პარლამენტში თვითონაც არ წოდდნენ რომ იქ მოხდებოდნენ. წარმოიდგინეთ რომ აი ეს გზა რაც არის. აი ხოცებმა ხო წაგვართვეს პირობითად 10 კაცი წართვა ოპოზიციას. ამ არჩევნებზე სხვა ფორმით. კაცო 61 წართვა გვარამია. გესმის? ხო და აი ისევ გვარამია ახლა რომ ისევ თქვენ შემოთქვი რომ მე რო არ დავდივარო მოლაპარაკებებზე რაღაცა კურკური რომ მიდის. ყოფილი ნაცების ერთად. აი რა გარანტია არსებობს ისევ რომ მოხდეს. ისევ რაღაცა რომ იყოს ისევ იგივეს არ გააკეთებს გვარამია და მისი მეგობრები.